მოდით ვნახოთ მეგობრებო რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით. ნახოთ აბა რა გველოდება. არკანი ქურუმი კაცი, არკანი თასების ათიანი და არკანი ნულოვანი არკანი. ორი უფროსი არკანი გვყავს მეგობრებო, რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ზოგადად ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება ასეთი ტრანსფორმაციული ენერგიები. ეს გახლავთ ერთგვარი სულიერი ტრანსფორმაცია, შინაგანი ტრანსფორმაცია. სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ აქ შეიძლება იყოს რაღაც იმდენად სერიოზული, მსოფლმხედველობრივი ცვლილებები, რომლებიც მოგცემენ იმის საშუალებას, რომ დავუშვათ დაფიქრდეთ ან რელიგიის ან სარწმუნოების შეცვლაზედაც, ხო? გავიმეორებ ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, უბრალოდ აქ მოდის ეს მსოფლმხედველობის გაფართოება, ახალი ინფორმაციები, ახალი ცოდნები, მაგრამ ვერ ვიტყოდი ნამდვილად, რომ ეს არის რაღაც ნეგატიური. სხვათა შორის პირიქით უფრო რაღაც მეტი თავისუფლება მოდის თქვენში, თქვენს გონებაშიც, თქვენს სიბრძნეშიც. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. პენტაკლების რვიანი, ეს არის ბეჯითი შრომა, მაგრამ ბეჯითი შრომა სტაბილურობით, სიმყარით და ნახეთ პენტაკლების ოთხიანი თუ გახლავთ სტაბილურობა, პენტაკლების რვიანი ჩემთვის ყოველთვის არის ორმაგი სტაბილურობა. ეს არის ის ენერგია, როდესაც თქვენ დებთ სულსა და გულს თქვენს შრომაში, როდესაც თქვენ მოგწონთ გსიამოვნებთ თქვენი სამუშაო, როდესაც თქვენ ტკბებით სამუშაო პროცესით და ამავდროულად ყოველი თქვენი ჩადებული ენერგია არის ანაზღაურებადი და თანაც როდესაც თქვენს რეალობაში მოდის ეს ორმაგი სტაბილურობა. ხვდებით ხომ? დავამატოთ კიდევ არკანები, ვნახოთ რა გელოდებათ. პენტაკლების ხუთიანი, შესაძლოა რაღაც მომენტებში კრიზისული ენერგიებიც იგრძნოთ ფინანსების ან ჯანმრთელობის კუთხით, მაგრამ ნახეთ, ყოველი კრიზისული მომენტი, რომელიც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა მენტალური თუ ფიზიკური, აუცილებლად კარგად დაგაფიქრებთ თქვენ იმის შესახებ, თუ რეალურად რა გსურთ თქვენ. და ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ თავადვე დაუცოთ საკუთარ თავს სწორი შეკითხვები, რომ რა მინდა მე რეალურად, სად არის ჩემი რეალური მე, რა მომახვიეს მე სხვებმა და რა არის რეალურად ჩემი აზრი, ხო? რა არის რეალურად ჩემი მსოფლმხედველობა, ჩემი ფიქრები და რა არის მოხვეული სოციუმისგან თუ ადამიანებისგან. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.